17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად 13 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში, 10-ვე ქალაქში 14 საათიდან ერთდროულად აღევლინება პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგაც საყოველთაო მსვლელობა დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება. ასეა მთავრობა, რაც უფრო მეც დამიჯერებთ, უფრო მოიგებთ. მოკლედ, მე მქონდა დადებული ვიდეო კარგად ხნის წინადრეთან და მოუწოდებდი, რომ ყველა რაიონში შეკრებილიყავით მეთქი, მაგრამ ყველა რაიონში შეკრება ცოტა ორგანიზების მხრივ რთულია და ამიტომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ყველა დიდ ქალაქში დაორგანიზდა ამ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა. ამ დღესთან დაკავშირებით ვინმეს რომ მოწოდება ჭირდება გამოდითო, ის არც უნდა გამოვიდეს, საჭირო არ არის. და ვიც წინააღმდეგია ამ დღის აღნიშვნის არგუმენტებად რა მოყავთ იცით? ესე იგი, მარტო 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე, სხვა დღეები არ არისო? ან ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა რა თმინდა ისე არ მაქვს მეო წმინდა ოჯახიო. ანუ ერთუჯრედიანები რო არიან, აი ამაში მარტო ეთყობათ. ესე იგი, ჩვენ დედის დღეს თუ აღნიშნავთ სამართს, ესე იგი რა გამოდის მაგათი არგუმენტი, რომ სხვა დღეებში არ ვცემთ. დედას პატივს არ გვიყვა არც. ანუ სიმბოლურად რაღაცა დღე რო აღინიშნება, ამაში რამე ახალი არის? ან დამოუკიდებლობის დღეს რო აღნიშნავთ დაუშვათ 26 მაისს, მოიცა დანარჩენ დღეებში მონები ვართ? კიდე ცალკე საკითხია, რამდენად დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ხო ვართ რა, როგორც არის. ან ახლა ბევრი ვარ გავაგზავნო და რაღაცა დღეები რო არ მოვიყვანო და შორს არ წავიდა ეს სიტყვაზე დედამიწის დღეს რო აღნიშნავთ, მარტო იმ დღეს უნდა დავიცვათ ბუნებად რაღაცა და სხვა დღეებში არა? მოკლედ რაღაცების დაბადების დღეს რო აღნიშნავთ, სიმბოლურია, ხო? და მოკლედ მეტი არგუმენტი რო ვერ ნახეს და ამის საწინააღმდეგო რო ვერ ნახეს, აი ეს მოყავთ არგუმენტებად. და ისა რა ქვია თქვენო სპეციალურადო 17 მაისი რომ ეს პიდარასტების დღე იყო, მაგ დღეს დავამთხვიეთო. კი, ბაზარი არა. ყველაფერი წაგვართვეს, მინდა და ახლა დიდი ამბავი ეგ დღეც თუ დავართვით ჩვენ. საპატრიარქომ წაართვა, ბაზარი არა, ვასია. მე რა. და იყო 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე. ძალიან კაი. ეს დღე ახლა ხვალ რადგანაც მთავრობაც უკვე ჩაერია ამ საქმეში და ორგანიზებაში ჩარეულია, რა თქმა უნდა, ყველა იქ მყოფ ხალხს ქოცობას დააბრალებენ. მაგის წინასწარ იწოდეთ. არა დაიკიდეთ. ახლა დღეს ისეთი მოსემულობა ქოცობას თუ გააბრალებენ, აი ის ლიბერასტები, ესე იგი რაღაცა სწორად აკეთებ. არ არის საჭირო ქოცობა რაღაცა სწორად რო გააკეთო, არა. მაგათი ერთუჯრედიანი მარტივი მაგალითები და არგუმენტებით და თუ ესე იგი ქოცი ხარო გივნებე, რაღაცას ესე იგი სწორად აკეთებ. ამიტომ მოწოდება არავის არ გირდება, ვისაც უნდა ისედაც გამოვა, საშუალება თუ აქვს, ხვალ ისედაც შაბათია, ისედაც დასვენების დღე არის და თვითონ ეს დღეს დასვენების დღე არის და მოკლედ შევხვდებით იმ მონიშნულ ქალაქებში, სადაც არის ეს დღე, ესე იგი რა ქვია, შეკრება დანიშნული და დაორგანიზებული. აბა, დროებით.